Christe აღდგა. Christe აღდგა. Christe აღდგა. ვიცი რომ ამ შეკითხვას ყველა თქვენთაგანი ძალიან მარტივად გასცემს პასუხს, მაგრამ მე მაინც მინდა რომ მკითხოთ, ვინ არის ყველა დროის გამორჩეული წმინდანი, რომელიც ყველა ქვეყანაში, უпростოდ უმრავლეს ქრისტიანულ ქვეყანაში განსაკუთრებული პატივით, განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტად. ვიცი, თქვენ მიხვდით, ეს გახლავთ დიდმოწამე წმინდა გიორგი. ყველას გილოცავთ გიორგობას, ჩემო ძვირფასებო, წმინდა გიორგის შემწეობა არ მოკლებოდეს სრულიად საქართველოს და არც არასდროს მოკლებია. მეოთხე საუკუნის დიდი წმინდანი ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის და არა მარტო ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული მფარველი. მისი მფარველობა დღეს განსაკუთრებით ჭირდება ჩვენს ქვეყანას. ტყვეთა განმანთავისუფლებელი, გლახაკთა ხელის აღმაპყრობელი, მეფეთა უბრძოლველი და სნეულთა მკურნალი. ეს არის ის წმინდანი, რომელიც ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს. განსაკუთრებით მინდა ეს დღე ყველა გიორგის მიულოცო, ყველა მამა გიორგის მიულოცო და მოგეხსენებათ, რომ ყველა ქართველი გიორგია, იმიტომ რომ გეოს არის მიწა და გეორგიანელებს გვეძახდნენ ჩვენ ევროპაში. და ასეც იყო, ასე არის და ალბათ ასეც იქნება მომავალში. ვებედროთ წმინდა გიორგის, რომ ჩვენი ქვეყანა დაიცვას, დაიფაროს და იყოს იგი ყოველთვის შემწე და მფარველი, როგორც იყო ჩვენი ისტორიის მანძილზე. როგორც დიდი ისტორიკოსი, მეფე ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი ბრძანებს, საქართველოში პატარა ბორცვი და გორაკიც კი არ მოიპოვება, სადაც ამ წმინდანისთვის პატარა სამლოცველოც კი არ არსებობდეს. წელიწადში 365 ჯერ ადიდებს და ევედრება წმინდა გიორგის ქართველი მართლმადიდებელი და არსებობს მისი 365 წმინდა ნაწილი საქართველოში და მოგეხსენებათ, რომ ქართველი მართლმადიდებელი და არა მარტო ქართველი, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მას მუსლიმანური სამყაროც ძალიან დიდ პატივს მიაგებს და ის ამითაც არის გამორჩეული, რომ ყველა შეიძლება ითქვას, რომ ბევრი რელიგიის, ასე ვთქვათ, წარმომადგენლები მას განსაკუთრებულად მოიხსენიებენ. მე როგორც მამა გიორგი თევდორაშვილი განსაკუთრებულ მფარველობას, შემწეობას ვითხოვ მისგან და ძალიან ხშირად, როდესაც ყოფილვარ განსაცდელში, მიგრძნია წმინდა გიორგის უხილავი, მფარველი, ყოვლის შემძლე ხელი, რადგანაც ის არის ჩვენი განსაკუთრებული მფარველი. რამე თუ ჩვენ ხშირად ვიყავით განსაცდელში, ძალიან ბევრი დიდი და მცირე ომი გადავიტანეთ მისი მეოხებით და მე მჯერა, რომ წმინდა გიორგი კვლავაც გვიწინამძღვრებს ჩვენ მრავალ კეთილ საქმეში, მრავალი გლახაკის ხელის აღმაპყრობელია ის, როგორც ტროპაშია მოხსენებული, ტყვეთა განმანთავისუფლებელია და მეფეთა მფარველია და მან მოგეხსენებათ, რომ საკუთარ კარიერაზე მაღლა დააყენა მისი პატივისცემა და მისი რწმენა. მას შეეძლო გამხდარიყო რომის იმპერატორი დიოკლეტიანეს შემდეგ, ის შეყვარებული იყო დიოკლეტიანისგან და დიოკლეტიანეს უნდოდა, ეს მოგეხსენებათ, მეოთხე საუკუნეში საკმაოდ ავტორიტეტული იმპერატორი გახლდათ და მას უნდოდა, რომ გიორგი ყოფილიყო მისი შემდგომი იმპერატორი, მაგრამ წმინდა გიორგიმ ხორციელ პატივს და დიდებას მოწამეობის გვირგვინი ამჯობინა და ის სრულიად ჭაბუკი, ახალგაზრდა ემსხვერპლა, ასე ვთქვათ, გახდა ტარიგი, გახდა მარტვილი ქრისტესთვის და ამიტომაც ის განსაკუთრებული მფარველია ყველა მოწამის და ყველა მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანის. მე აღარ მინდა ბევრი გესაუბროთ ამ დიდებული წმინდანის შესახებ, რამე თუ თქვენ თითქმის ყველაფერი იცით მის შესახებ, არა მარტო თქვენმა შვილებმა და თქვენმა მომავალმა თაობამ, თქვენ ოჯახში არ არსებობს ოჯახი, რომ ერთი გიორგი არ ცხოვრობდეს, ან მომავალში არ იცხოვროს და ამიტომ მე გავკადნიერდები და წაგიკითხავთ მცირე ნაზრევს, რომელიც მე ამ დიდებულ წმინდანს მიუძღვერი. დღეს გიორგის ხსენება. ლექსი, როგორ შემოგკადრო, შენ გეკუთვნის ქება,
დღეს გიორგის ხსენება, ბოროტება კრთება, უკეთური განიგბირა, ბოღმა შურით ქრება, ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, მისი ხმობით წყდება, დარდი წმენი დაიდრგუნა, პესიმიზმი კვდება, ქრისტეს დიდო მოწამეო გული ლოცვით ტკბება, გვიყვარხარ და გევედრებით, სული ზეცას წვდება, დაგვიფარე, შეგვეწიე, ერი ფეხზე დგება. დაგლოცოთ წმინდა გიორგიმ, მისი მეუხება არ მოგვაკლოს ღმერთმა და იყავით ბედნიერი ადამიანები, ჩვენთან არს ღმერთი.